მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს, რაც წერენ მმართველი პარტიის წევრები საგანგებო განცხადებაში და რაში ადანაშაულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. რა საფუძველი აქვს მათ ბრალდებებს და რას პასუხობს დეპუტატებს გიორგი პაპუაშვილი. ანა ბროლაძე მმართველი პარტიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაპირისპირების ახალი დეტალებით. პრეზიდენტის უარი რეფერენდუმის ჩატარებაზე და საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილება. დაიწყება თუ არა საპროტესტო აქციები პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას. გიორგი კობერიძე დეტალებით 20:30-ში. თურქეთის პირველი დიპლომატის მუქარანარევი განცხადება დასავლეთის მისამართით და შეფასებები, რომელიც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრას მოჰყვა. რა შეიცვლება რეგიონში რუსეთ-თურქეთის სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებით და როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე. თემის დეტალებით ლიკა ალელიშვილი 20:30-ში. საღამომშვიდობისა ეს 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი FM 98-სა და 1-ზე რადიო უცნობის საშუალებით. 20:30-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. დეპუტატების წერილი დიპლომატიურ კორპუსს ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს და იმის შესახებ თუ რა ხდება ინსტიტუციაში საკუთარი შეფასებებით წარადგინეს. დეპუტატების შეფასებით საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სრულად იყო მორგებული ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ დღისწესრიგს. ბესელია ფოფხაძის განცხადებით უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. ანა ბროლაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით ანა გისმენთ. საღამომშვიდობისა მმართველი გუნდის წევრებმა დიპლომატებისადმი მიმართვაში კიდევ ერთხელ ისაუბრეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარზე, რომლის განხორციელებაც ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის შეფასებით გიორგი პაპუაშვილმა თავად სასამართლოში განვითარებული მოვლენებისა და მოსამართლეთა ნაწილის მიერ გამოვლენილი პოზიციის გამო ვერ შეძლო. ეს 4-გვერდიანი წერილის მხოლოდ ერთი ნაწილია. რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასეთვე წერილობით პასუხში, ბრალდებებზე ნაციონალური მოძრაობის პასუხსა და პოლიტიკოსთა შეფასებებს ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ. მმართველი გუნდის ორი დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თავს ერთ წერილში უყრის და საკუთარ ანალიზს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უგზავნის. ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე კიდევ ერთხელ საუბრობენ საკონსტიტუციო რევოლუციაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის გეგმის მიხედვით გიორგი პაპუაშვილი თანამოაზრე მოსამართლეებთან ერთად გარკვეული წინასაარჩევნო ნორმების გაუქმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. მიმართვაში ჩამოთვლილი ფაქტები, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს 5-მა მოსამართლემაც ისაუბრა. სარჩელების ფარულად შეცვლა, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეების გიგი უგულავა, რუსთავი-2 ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე უმოკლეს დროში განხილვა რიგითობის პრინციპის დარღვევით. ასევე ის ფაქტი, რომ რუსთავი-2-ის 8-ვე სარჩელი, ისევე როგორც გიგი უგულავას 3-ვე სარჩელი, პირველი კოლეგიის ერთი და იგივე სამ მოსამართლეს დაეწერა, დეპუტატებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სრულიად მორგებული იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ დღისწესრიგს. საკონსტიტუციო სასამართლო ისევე როგორც ყველა სხვა სტრუქტურა იყო დაკომპლექტებული პოლიტიკური ნიშნით და იმ ადამიანების მიხედვით ხდებოდა შერჩევა, ვინც დაახლოებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ პრობლემების გამოაშკარავება, კონკრეტულად სარჩელების შეცვლა, შერჩეული სანდო რამდენიმე მოსამართლე, რომელიც მუდმივად ერთ და იგივე საქმეს იხილავს, თანმიმდევრობის დარღვევა, როდესაც ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე წლებია ელოდება სარჩელების განხილვას და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. ეს ყველაფერი მთლიანობაში ბუნებრივი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. დეპუტატების წერილობით ბრალდებებს ადრესატმა გიორგი პაპუაშვილმა ასევე წერილობით უპასუხა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბესელია ფოფხაძის წერილს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვებისა და სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა დაფასებს და ამბობს, რომ მოსამართლეები პოლიტიკოსთა მხრიდან თავდასხმის მიზეზი მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების გამო ხდებიან. თავმჯდომარე პასუხობს ბრალდებას საკონსტიტუციო რევოლუციაზეც და წერილში აღნიშნავს, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილე არც ერთ მოსამართლეს არ გამოუთქვამს მოსაზრებას
აზრება, რომ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არაკონსტიტუციური იყო. პაპუაშვილის განცხადებით არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რომ რომელიმე გადაწყვეტილებას პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება გამოეწვია. ოპონენტების ბრალდებებს დღეს ნაციონალურ მოძრაობაშიც უპასუხეს. ქართული ოცნების მიზანი გახლავთ ის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დაუსრულებლად ამყოფონ ციხეში, რომ სასამართლოს ურთმელიზაციის გზით წაიღონ რუსთავიორი და დაიქვემდებარონ დამოუკიდებელი მედია და ამაში მათ ხელს უშლიდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც იდგა კონსტიტუციის სადარაჯოზე. მათ ყველა მცდელობას მიმართეს, რომ ყველა ზეწოლის მეთოდი გამოიყენეს, რომ გაეტეხათ მოსამართლეები, გადაებინებინათ მოსამართლეები და ახლა უტიფრად აბსოლუტურად უსირცხვილოდ ადანაშაულებენ ნაციონალურ მოძრაობას. მართული გუნდის 2 დეპუტატის მიმართვის ადრესატი დიპლომატიური კორპუსი იყო. დიპლომატებიდან წერილს მხოლოდ ამერიკის ელჩი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თავად წერილი არ წაუკითხავს და მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა. მე არ მინახავს ეს მიმართვა, ახლა გავიგეთ თქვენგან, თუმცა გეტყვით იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის აუცილებელი არის დემოკრატია. ჩვენ ვეხმარებით ამაში საქართველოს. კიდევ ვიტყვი, რომ თავისუფალი სასამართლო და სამართალწარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი საკითხი წარმოებაში უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე რომ პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება პოლიტიკურ სპექტრს დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა. ეს კინკლაობა და ძალადობა ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოზე უკვე ხელში ამოვიდა ყველას და ეს თავარი რაც არის, რომ ეს ძალიან სერიოზულად პრობლემას ქმნის ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ განცხადებითაც თუნდაც ქართული ოცნება რა თქმა უნდა ძალადობს საკონსტიტუციო სასამართლოს. დღეს არის ჭიდილი ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, რომელი გააკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს. ქართულ ოცნებას, რომ გულზე ხელი არ დაეკრიბა, კოჰაბიტაციით არ ყოფილიყო და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობით გართული, დღეს არც საერთო სასამართლოებში იქნებოდა პრობლემა, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს სათავეში უდგას გიორგი პაპუაშვილი, რომელიც მთელი ამ 10 წლის მანძილზე იყო სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ფუნდამენტი. საქმეები თავს იხრიდეს მხოლოდ ერთი და იგივე მოსამართლეების ხელში, არ ხდება თუ ის სასამართლო არის თავისუფალი. ეს არაჯანსაღი ვითარება გამოწვეულია ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების შეფასებებით. ამას დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ორი ჯგუფის განცხადებები და ეს განცხადებები ფაქტობრივად ერთი მეორის წინააღმდეგ არის. პოლიტიკოსებმა უნდა დააცხრონ თავიანთი ვნებები და სასამართლოც სხვაგვარად უნდა მოიქცეს, ისე როგორც ეს ეკადრება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და სამოსამართლის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურებათ. პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ამ ცვლილების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდება. მანამდე კი სხვადასხვა ბრალდების ფონზე ერთ-ერთ კითხვას პასუხი პროკურატურამაც უნდა გასცეს. მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მათი გამოკითხვის შემდეგ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია თავად თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმაც მიაწოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისგან პრემიერ-მინისტრმა დღეს თავი შეიკავა. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ აუცილებელია მიმდინარე გამოძიების დასრულება. მთავრობის წევრები საუბრობენ, რომ კითხვები ნამდვილად არსებობს. ამ განცხადებას გავეცანი, იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ეს ალიაკოთი რაც იყო ატეხილი, ძალიან სამწუხარო მინდა თქვა. მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავოთ. ისე რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, იმიტომ რომ მეთოდები რა მეთოდითაც ხდებოდა, მთლიანად ქვეყნის მართვა ყველასთვის ცნობილია. მე არ ვარ ექსპერტი ამ დარგის, მაგრამ ჩემი შეფასებით ჩემთვის შეუსაბამო მოცემულობები გამოიკვეთა, როდესაც ერთის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ მიმდინარეობს დევნა მოსამართლეებზე, საკუთრივ მოსამართლეები ამას არ ადასტურებდნენ, ამის მერე იკვეთება რაღაც ჯგუფები, რომლებიც ვითომ და გარკვეულ შეკვეთებს ასრულებენ. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ორგანო არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ საერთოდ მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ აქ პროცესები იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაირკვევა და გაირკვევა საზოგადოებისთვის ცხადად და აღსაქმნელად. რა ეტაპზეა გამოძიება და რა ინფორმაცია მიიღეს გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვის შემდეგ პროკურატურას მოკვლევის დამატებითი შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროვებია. მადლობა ანა, პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა.
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას პოლიტიკური სპექტრის აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი პრეზიდენტს აკრიტიკებს, პოლიტიკოსთა მეორე ნაწილი კი მარგველაშვილს გადაწყვეტილებას უწონებს. საუბარია ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშნის შესახებ, რომელზეც მარგველაშვილმა უარი თქვა და საკუთარი არგუმენტებიც დაასახელა. თუმცა არგუმენტები მიუღებელი აღმოჩნდა საინიციატივო ჯგუფის იმ წევრებისთვის, ვინც რეფერენდუმის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 200,000-ზე მეტი ხელმოწერა შეიტანა. ისინი მოთხოვნით გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქციებს იწყებენ და არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებაც მოახდინონ. სანდრო ბრეგადის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს რამდენიმე პოლიტიკური ძალის თანხმობა აქციებში მონაწილეობის შესახებ უკვე მიღებული აქვთ. გიორგი კობერიძე თემის დეტალებით. ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის არ დანიშვნაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რასაც პოლიტიკური სპექტრის ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. საინიციატივო ჯგუფის წევრები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ზოგიერთი პარტია კი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას იწონებს. მოძრაობა ეროვნულების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელიც პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნისკენ მოუწოდებდა, მარგველაშვილის გადაყენების საკითხს აყენებს. მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს და პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებას აპირებს. საკოორდინაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას ერთადერთი მოთხოვნით. გადადგეს საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დაუპირისპირდა თავის ხალხს 2-3 ძლავრი ოპოზიციური პარტიასთან უკვე მიღწეული არის ფაქტობრივი შეთანხმება. საკითხზე, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, პრეზიდენტმა რეფერენდუმი რამდენიმე მოტივით არ დანიშნა. ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი იყო, რომ რეფერენდუმი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ტარდება, ხოლო ოკუპირებული რეგიონებიდან გამომდინარე ეს გამორიცხულია. პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო კანონპროექტი წარადგინონ. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს. პრეზიდენტის არგუმენტები ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის არადამაჯერებელია. დემოკრატიულ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ლოგიკით ამ დრომდე ჩატარებული ყველა რეფერენდუმი არალეგიტიმურად ითვლება. რითი გაამართლებდნენ თავიანთ არაკომპეტენტურობას, თავიანთ უსუსურობას, მათთვის ეს რუსეთის ოკუპაცია სამაშველო რგოლი გახდა. ამ ლოგიკით, რასაც საქართველოს პრეზიდენტი იყენებს, მაშინ საქართველოში არც ერთი კანონი არ უნდა მოქმედებდეს. მე ვაფასე პრეზიდენტის უარს უარყოფითად. საქართველოს კონსტიტუციაში კაფიო ჩანაწერი უნდა არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ოჯახი ეს არის მამაკაცის და მანდილოსნის ერთობლივობა. რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ნაციონალური მოძრაობა და პოლიტიკური გაერთიანება ბაშაძე ჯაფარიძე ახალი არჩევანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დღის წესრიგში არ დგას. და ამ თემის გააქტიურების მიზანი მხოლოდ პოლიტიკური რეიტინგის აწევაა. ახსნა, რომელიც ამას ჰქონდა, არის ლოგიკური, რომ კიდევ ერთხელ არ დადგეს ვინმეს მიერ ეჭვის ქვეშ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მან ამ კუთხით შეიკავა თავი ამ რეფერენდუმის ჩატარებაზე. რეფერენდუმის დანიშვნა იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ასევე ახსენა ის საფრთხეები, რომლებიც თან ახლდა ზოგადად ამ თემას, რომელიც წამოწეულ იქნა გარკვეული ანტიდასავლური ძალების მიერ. პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ამ რეფერენდუმის თემის მიბმას არჩევნებთან, რომ მათ ხმები მიეღოთ. ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში დაზუსტებას მმართველი გუნდი მაინც აპირებს და ამის განხორციელებას არჩევნების შემდეგ გეგმავს. ქართული ოცნების დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებენ და შემდეგ ამ საკითხში თანამოაზრეებთან ერთად კონსტიტუციაში ცვლილებებს დაამტკიცებენ. ის თავად იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე, მან ეს ასე ჩათვალა, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. არ იყო არგუმენტები, ჩემთვის პირადად არ იყო დამაჯერებელი და ვფიქრობ, რომ რეფერენდუმის ჩატარება ამ კანონმდებლობით არის შესაძლებელი. პროცედურულად რეფერენდუმის საკითხზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება, თუმცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით ეს ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმა მხოლოდ ფორმალობაა და რეფერენდუმის არ დანიშვნაზე გადაწყვეტილების აღსრულება პრეზიდენტს კონტრასიგნაციის გარეშეც შეუძლია. აღდგენილი ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ განცხადებას უკვე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს.
მევლუდ ჩავუშოღლუ დასავლეთს აკრიტიკებს, ამასთან თურქეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვი და ანკარა ეკონომიკის გარდა თავდაცვის, დაზვერვისა და დიპლომატიის სფეროებისთვის ერთობლივი მექანიზმის შემუშავებასაც გეგმავენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენას შეფასებები მოჰყვა ექსპერტების მხრიდან. რა განცხადებები გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების აღდგენა. თემაზე ლიკა ალელიშვილი მუშაობდა და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ლიკა, რა მოლოდინი აქვთ პოლიტოლოგებს და ექსპერტებს? დიახ, ნატია, სანამ პოლიტიკოლოგებისა და ექსპერტების შეფასებებზე გადავიდოდით, იქამდე გაგაცნობთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს. პუტინი ერდოღანის შეთანხმებიდან მეორე დღე თურქეთის პირველი დიპლომატის მხრიდან დასავლეთის კრიტიკით დაიწყო. მევლუდ ჩავუშოღლუ თურქეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროკავშირი შეცდომებს უშვებს და მისი ბრალი იქნება თუ თურქეთს დაკარგავს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არც ნატოს კრიტიკას მოერიდა. მისი თქმით, თურქეთი არ არის კმაყოფილი ნატოსთან თანამშრომლობით თავდაცვითი მრეწველობის სფეროში. ის, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა რუსეთთან დაიწყება, ამის შესახებ გუშინ ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. სიახლე საზოგადოებას რუსეთის პრეზიდენტმა აცნო. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, ეკონომიკური მიმართულებაა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთთან ეტაპობრივად აღდგება ჩარტერული რეისები. საუბარია ემბარგოს მოხსნასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზეც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით შეთანხმებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კუთხით. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გააუქმებს ემბარგოს თურქეთის პროდუქციაზე, მოეხსნება სანქციები თურქულ კომპანიებს. რუსული ტუროპერატორები კი კვლავ აღადგენენ მუშაობას თურქეთთან. ასევე სავარაუდოდ გაგრძელდება მუშაობა მილსადენის პროექტთან დაკავშირებით. ეს თურქეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან მოსკოვი და ანკარა შევთანხმდით, რომ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი სირიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დასავლეთს, თუ დასავლეთი ჩვენთან არ თანამშრომლობს, თურქეთს ახალი მოკავშირეების ძებნა უწევს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ტექნოლოგიები, უზრუნველყოთ უსაფრთხოება, შევქმნათ თავდაცვითი სისტემა. დღემდე თურქეთი თავდაცვით ინდუსტრიასთან დაკავშირებით ნატოს ქვეყნებთან თანამშრომლობას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა შედეგებით კმაყოფილი არ ვართ. ამიტომ ბუნებრივია დავიწყეთ ახალი პარტნიორების ძებნა. თუმცა არ მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია ნატოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. პუტინი ერდოღანის შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორივე ქვეყნის ინტერესია როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა. იმ ფონზე, რაც არსებობს თურქეთში პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, ერდოღანს აწყობს რუსეთთან შეთანხმება და პუტინთან მოლაპარაკება. თურქეთს მას შემდეგ, რაც შიდა პოლიტიკური ვითარების გამო დასავლეთთან ურთიერთობა დაეწება, სურს რუსეთთან მაინც აღადგინოს ურთიერთობა. ის ობამამ და ყველა დიპლომატმა გააკრიტიკა. მხოლოდ ვლადიმერ პუტინი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაურეკა ამბოხის მცდელობის შემდეგ. რატომ გააკეთა ეს პუტინმა? ცალკე საკითხია. პუტინმა იცის ერთი რამ, რომ თურქეთი ისლამური რელიგიის მქონე სახელმწიფოებს შორის თითქმის ერთადერთია, რომელთანაც რუსეთმა შეიძლება გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიოს. არის კიდევ ერთი საკითხიც. ეს არის ეკონომიკა. რუსეთს სჭირდება თურქეთი, ისევე როგორც თურქეთს რუსეთი. რუსეთსა და თურქეთს შორის აღდგენილი ურთიერთობის შედეგად განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდებიან ქართველი ექსპერტები. მათი ვარაუდით, ორ მეზობელ ქვეყანას შორის გააქტიურებული პარტნიორობა საქართველოზე უარყოფითად არ უნდა აისახოს. რომ ჩვენ გამოცდილება გვაქვს და ნანახი გვაქვს, ხო, მათი თბილი ურთიერთობა ერთმანეთთან ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ ეხლა 2 წელი არაფერი არ არის ისტორიისთვის. აი ეს 2 წელიწადია, წელიწად ნახევარია, რაც მათ შორის ურთიერთობა ცოტა გაცივდა. ასე რომ როგორც მაშინ აისახებოდა, ისე აისახება ეხლაც. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, ორივე შეეცდება საქართველოში თავისი გავლენების გაძლიერებას და ამისთვის ორივეს ექნება ერთმანეთთან წინააღმდეგობა მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. სამხრეთ კავკასიაში საერთოდ და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანი თურქეთის მოკავშირეა. ამ შემთხვევაში ორივე სახელმწიფოს აქვს საქართველოსში ინტერესი. მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ თავის მოკავშირეებთან საქართველოს გავლით აქვს მხოლოდ სახმელეთოს კავშირი, სხვანაირად მათ საზღვრები არ გააჩნიათ ამ სახელმწიფოებთან. ამიტომ შესაძლებელია რუსეთი და თურქეთის შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს რაღაც თავისუფლად ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყოს წარმოდგენილი და მათი გავლენა არც ერთი არ შეეცადოს რაღაც გავლენის გაფართოება ჩვენ ტერიტორიაზე.
რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების ისტორიული შეხვედრა გუშინ სანქტ-პეტერბურგში შედგა. პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ კი პუტინმა და ერდოღანმა ნახევარსაათიანი პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას აუწყეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ზუსტად ისე აღდგება, როგორც კრიზისამდე იყო. პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი საუბრობდა. მადლობა ლიკა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებასა და სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 1998 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ დააფუძნა. ზურაბ თაბუკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ამხანაგობის თავმჯდომარემ ზურაბ თაბუკაშვილმა ნაცვლად იმისა, რომ 2004-2016 წლების პერიოდში მობინადრის ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის მართსაწინააღმდეგოდ მიითვისა ცალკეული მობინადრის მიერ ინდივიდუალური ბინადმშენებლობის ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის ანგარიშზე შეტანილი ან პირადად ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილისათვის გადაცემული დიდი ოდენობით ფულადი თანხა $1,048,747 ამერიკული დოლარი და $219,950 ლარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაკურიანში მიტარბის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ბაკურიანს აქვს შესაბამისი პოტენციალი ჩამოყალიბდეს რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორც შვეიცარიის ქალაქი დავოსია. პრემიერმა ბაკურიანში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კერძო სექტორი აშენებს ახალ სასტუმროებს, შენდება გასართობი და სავაჭრო ცენტრები. ასევე დიდველზე დამონტაჟდა სამთო ციგა, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ატრაქციონი იქნება. პრემიერის თქმით, ბორჯომში მყოფი ტურისტებისთვის დაინიშნება უფასო ავტობუსი, რომელიც ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე ტურისტებს ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით გადაიყვანს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ასევე იგეგმება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, რომლის აპროექტებაც ხორციელდება ფრანგი ექსპერტების მეშვეობით. პრემიერის ინფორმაციით დაპროექტება წლის ბოლომდე დასრულდება. სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევის შედეგად ჩვენ გავაკეთეთ სწორი პარტნიორობის მოდელები კერძო სექტორთან, ვითარდება კოხტა მიტარბის მიმართულება ძალიან სერიოზულად. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული. ეს მთლიანად ერთ კომპლექსად იკვრება შემაერთებელი საბაგიროს მეშვეობით და კეთდება მართლაც უნიკალური ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონული საკონფერენციო და საკონვენციო ცენტრი, როგორც ეს არის დავოსი. ამ წუთას მიდის ორი საბაგიროს მშენებლობა სოფელ მიტარბში, მესამე დაიწყება ოქტომბრის თვეში. ფიქრობთ, რომ ეს მთლიანად შეკრავს უკვე კურორტს და შესაძლებელი იქნება, რომ სრულფასოვანი იყოს მთლიანად კურორტი. უახლოეს მომავალში დაიწყება ბიატლონის ტრასის პროექტირება და აგრეთვე ტრამპლინის ინფრასტრუქტურის შენებლობა. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. რატომ მიიღო ირაკლი ალასანიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება? რატომ თქვა უარი გორის მაჟორიტარობაზე თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა და რა ხდება ირაკლი ალასანიას გუნდში? გიორგი მანჯავიძე, ნოდარ სხირტლაძე, დეტალებით 20:30-ში. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. იუსტიციის სამინისტროში რიგით მესამე უწყებათა შორისი კომისიის ხდომა მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებსა და ხარვეზებს განიხილავენ. კონკრეტულად რა საკითხები განიხილება კომისიის ხდომაზე? ბელა ზაქაიძე გვეტყვის, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.
ბელა, რა სახის დარღვევებზე საუბრობენ პარტიების წარმომადგენლები და ვინ ესწრებას ხდომას? უწყებაჩორისი კომისიის ხდომა, რომელიც თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, როგორც რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ განაცხადა, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის, ირაკლი ალასანიას პარტიის და ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობის მხრიდან მოხდა საჩივრების წარმოდგენა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საჩივარი შეეხებოდა დუშეთში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულად სუსის წარმომადგენლის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტს. კორძაიას განცხადებით, სუსის წარმომადგენელი ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებდა, რაც კანონდარღვევაა და უწყებათა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და მისცა რეკომენდაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომ აღნიშნულ თანამშრომელზე მოახდინონ რეაგირება. თინათინ ბოკუჩავას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მხრიდან კომისიის ხდომაზე წარადგინა 17 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხებოდა ამომრჩეველთა დაშინების ფაქტებს. მისი განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ კომისიაში შემავალი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები რეაგირებას მოახდენენ ამ საჩივრებზე, ვინაიდან წინას ხდომაზე წარდგენილ 16 საჩივარზეც არანაირი რეაგირება სახელმწიფო უწყებებს არ მოუხდენია, როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ. ისინი გააგრძელებენ კომისიის მუშაობაში, ამის მიუხედავად მონაწილეობას გააგრძელებენ და სხვადასხვა დარღვევებზე საჩივრებს აქტიურად წარადგენენ. კომისია მემშელა თავისუფალი დემოკრატების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ წარმოდგენილ, ასე ვთქვათ, განცხადებებთან და საჩივრებთან დაკავშირებით გასცა რეკომენდაციები, განსაკუთრებით ერთ-ერთი იყო საინტერესო, რომელიც ეხებოდა დუშეთში უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო ჩარევის ფაქტებს და დაევალა უსაფრთხოების სამსახურს, რომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხები და წარმოუდგინოს უწყებაჩორისი კომისიას, საბჭოს თავისი ასე ვთქვათ, პასუხი ამასთან დაკავშირებით. რეკომენდაციებს საარჩევნო კომისია გასცემს საჯაროდ, რომელიც ხელმისაწვდომია კომისიის ვებგვერდზე. მაგალითად, ერთ-ერთი მოწოდება სწორედ იყო პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა წევრების და აქტივისტების მიმართ, რომ ისინი არ ჩაერიონ და ხელი არ შეუშალონ წინასაარჩევნო შეხვედრებს, თუმცა სამწუხაროდ ეს რეკომენდაცია არ სრულდება და ჩვენ კვლავაც ვხედავთ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები და ძალიან ხშირად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ან თავად, ან მათი წაქეზებით ხელს უშლიან ჩვენ სხვადასხვა კანდიდატებს კამპანიის წარმოებისას. კომისიის ხდომაზე იმშელეს ასევე ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით, როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო 1 წლის განმავლობაში მათ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და რეფორმები გაატარეს ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით, მათ შორის გაიცა უფასო პირადობის მოწმობები, ასევე სიიდან მოხდა მაქსიმალურად გარდაცვლილების ამოღება. მისი განცხადებით, კვლავ გრძელდება ამომრჩეველთა სიის სრულყოფასთან დაკავშირებით რეფორმები და სწორედ ამ ანგარიშზე მსჯელობა მოხდა დღევანდელ კომისიის ხდომაზე. ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში გვაქვს საარჩევნო სიის გაჯანსაღების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ ამ პროექტის პრეზენტაციის და ამ პროექტის შედეგების შესახებ იქნება მოხსენება. ეს პროექტი ემსახურება საარჩევნო სიაში არსებული უზუსტობების და ხარვეზების აღმოფხვრას, მათ შორის ისეთი ხარვეზების, როგორიც არის გააორებები საარჩევნო სიაში, გარდაცვლილი პირების ამოღება საარჩევნო სიიდან. კომისიის ხდომას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი ეხებათ. დღესვე იუსტიციის სამინისტროში მოვიდა ვლადიმერ ბედუკაძე, ციხის კადრების, წამების კადრების ერთ-ერთი ავტორი. მან განაცხადა, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიწვევით იმყოფებოდა უწყებაჩორისი კომისიის ხდომაზე, თუმცა საშვის დაშვება არ მოხდა და იუსტიციის სამინისტრო დატოვა. მე შეგახსენებთ, რომ უწყებაჩორისი კომისიის ხდომა ყოველ 2 კვირაში იმართება და ძირითადი საკითხები არის სწორედ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები. უწყებაჩორისი კომისიის ხდომის შედეგებით პირდაპირ ეთერში ბელა ზაქაიძე გვერდთვებოდა. მადლობა ბელა. თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი გორში ირაკლი ალასანია იქნება. ოფიციალური განცხადება პარტიის ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად დღეს გააკეთა. ირაკლი ალასანიას ამ გადაწყვეტილებას წინ თამაზ შიაშვილის მოულოდნელი ნაბიჯი უძღოდა.
ალასანიას დიდი ხნის თანამებრძოლმა და პარტიის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა გორში ჯერ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, შემდეგ კი პარტია დატოვა. თემის დეტალებით გიორგი მანჯავიძე და ნოდარ სხირტლაძე. ვისაც იოტისოდენ ეჭვიც კი გაქვთ ჩვენს გამარჯვებაში, საკუთარ თავში, საკუთარ წმენაში. მან შეიძლება შეუძლია დღესვე დატოვოს ჩვენი თავისუფალი დემოკრატების რიგები. ასე მიმართა ირაკლი ალასანიამ გორში შეკრებილ თანამოაზრეებს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი გორში მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს თავად იყრის. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ გორში პარტიის უკვე ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატის თამაზ შიოშვილის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მიიღო. მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებთ გორში ჩვენ გუნდთან ერთად და ეს არ იქნება მარტო გორის და შიდა ქართლის გამარჯვება. მთელ საქართველოში ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად თავისუფალი დემოკრატები ამ ოქტომბერში არჩევნებში მივაღწევთ. ამ გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ირაკლი ალასანიამ მისი პარტიის ყოფილი მაჟორიტარის და უკვე ყოფილი თანაპარტიელის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა. თამაზი არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი. ჩვენ ძალიან დიდი რთული ბრძოლები გვაქვს ერთად გადატანილი. ჯერ კიდევ, როდესაც ორივეს სამხედრო ფორმა გვეცვა, წლების წინ და შემდეგ უკვე 2009 წლიდან, როდესაც ჩამოვაყალიბეთ ერთად ორგანიზაცია გორში. მაგრამ მან გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და მითხრა, რომ პოლიტიკიდან აპირებს წასვლას. თუ თვითონ ირაკლი აიღებდა ამ პასუხისმგებლობას, ეს არ მეგონა და გამიკვირდა სიმართლე გითხრა. ეს თავად თამაზ შიოშვილი ამბობს, რომ ახლა უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან არც დაპირისპირება და არც წენა აქვს. საკუთარ გადაწყვეტილებაზე კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის გულწრფელად მიიღო და სხვა პარტიაში გადასვლას ამ ეტაპზე არ გიგმავს. ირაკლი ძალიან ჩემი დიდი ხნის მეგობარია და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ადვილი გადასაწყვეტი არ იყო. მაგრამ ხდება რაღაც ადამიანში, როდესაც მე გუშინ რაღაც ფიქრობდი და მე ამაზე ვფიქრობ დაახლოებით რამდენიმე დღეა უკვე, ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ძალიან მყარად, ძალიან ჩამოყალიბებულად და მე ვიფიქრე ალბათ ყველაფერს როგორც აქვს დასაწყისი, ესე აქვს დასასრული. თამაზ შიოშვილი თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძნებელია. ირაკლი ალასანიასთან ერთად პოლიტიკურ გაერთიანებაში 7 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ შიოშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნასთან ერთად პარტიაც დატოვა. ამ დონის პოლიტიკოსი რო იღებს ამ ხელა პასუხისმგებლობას და რაიონში დგება მაჟორიტარად, რა თქმა უნდა, მას ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული და ვნახოთ, წარმატებას უსურვებს. ასე აფასებს თამაზ შიოშვილი ყოფილი ლიდერის გადაწყვეტილებას მაჟორიტარად იყაროს კენჭი. გორელების ნაწილი თავისუფალი დემოკრატების ლიდერის გადაწყვეტილებას იწონებს, ნაწილი კი პირიქით. ჩემ თვალსაზრისით ირაკლი ცუდი კი არ არის. ცუდი არ მახსოვს მაგიდან. ყოველთვის ცდილობს იბრძვის სამშობლოსთვის და რა ვიცი რა გამოვა ვნახოთ. აი ირაკლი ალასანია ჩემთან თუ წამოვა და ლაფატკად იმუშავებს, მაშინ ჩემი თავი ენაცვალოს. თუ არა და აბარამ ფული შოვა და მე ვირივით ვმუშაო, ესე კაც. შიოშვილი ირაკლი ალასანიამ 16 ივლისს პარტიის ყრილობაზე როგორც მისი გუნდის გამორჩეული წევრი და მისი მეგობარი ისე წარადგინა. დღევანდელი დღის შემდეგ კი მათ სხვადასხვა გზით მოუწევთ სიარული. ვაშაძე ჯაფარიძე ახალი არჩევანის ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ახალი პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლებს პრეტენზიები უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასა და აუდიტის სამსახურის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აქვთ. არის საკითხები, რომლებზეც გადაჭრები არის პრობლემური საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, მაგრამ ჩვენ გრძელვადიანათაც ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ანგარიში აისახოს და მოხდეს. რამდენიმე თემა, ეს არის ისევ და ისევ სარეკლამო დროის თემა, ეს არის ისევ და ისევ აუდიტის გადაწყვეტილებები წინასწარ გადახდებთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გვაყენებს და ეს არის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონებში თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, სადაც იქნება, ვთქვათ, ზეწოლის, ნეხის, სხვადასხვა ფაქტების არჩევნო დარღვევის ფაქტები, როგორ გავცვალოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციაში, ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და წინასაარჩევნო გარემოზე ზოგადად და შევთავაზეთ იმაზე, რომ თუ კი ჩვენ დავაფიქსირებთ რაღაცა დარღვევებს, რაღაცა უსამართლო ფაქტებს, აუცილებლად შედგება თანამშრომლობა ჩვენსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ისინი მიიჩნევენ, რომ სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა არის, ასე ვთქვათ, ხელმიუწვდომელი ახალი პოლიტიკური
პარტიებისთვის, რომლებიც ახლად შემოსულები არიან ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში, ანუ საკმაოდ ძვირი არის როგორც სატელევიზიო რეკლამა, ისე გარე რეკლამა ამ პარტიებისთვის შესაბამისად მათ უჭირთ თანაბარი კონკურენციის გაწევა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად უფასო სარეკლამო დრო ტელეარხებზე. დღეს ცნობილი გახდა პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა. სამგორის მე-13 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია ბეჟან გუნავა. ვაკე 2-ის ოლქში კენჭს კახან უცუბიძე იყრის, გლდანის მე-20 ოლქში გიორგი სუხიშვილია წარდგენილი, ხოლო გლდანის 21 ოლქში მამუკა ტუსკაძე. თელავსა და ყვარელში პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი გოჩა მამაცაშვილი იქნება. არც ერთი არაა, რომელსაც ჩვენ არ გვჯერა, რომ წააგებდეს. ეს არის ხალხი ყველა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჯერ ეს ერთი იბრძოდა, ესმოდა სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება და მეორე ამ ხალხს ყველას ცოდნა აქვს და გამოცდილება აქვს. არც ერთი არ არის კაცი, რომელსაც არავითარი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია. ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავიწყე თელავში, გაკეთებული მაქვს ბევრი კონკრეტული საქმე თელავის რაიონისთვის. და დღესაც ზადვარ ვემსახურობ თელავს და ყვარელს. წინა საარჩევნო კვლევები მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატრიოტთა ალიანსი არის მთავარი ოპოზიციური ძალა. ამ ბლოკში გაერთიანებული არიან ისეთი პიროვნებები, ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თავისი სიტყვა უკან უთქვამთ საქართველოს უახლეს ისტორიაში, მიუღიათ მონაწილეობა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. შალვა ნათელაშვილმა სამგორის რაიონის მაჟორიტარობის 3 კანდიდატი წარადგინა. ლეიბორისტული პარტიიდან 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ჯუმბერ გოგრიჭიანი, გიორგი ჩიტაური და ტატო მორჩილაძე იბრძოლებენ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სამგორის რაიონის მოსახლეობას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ყველა პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდში ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ მარტო დეპუტატები კი არ იქნებიან, არამედ იქნებიან ჯარისკაცები, რომ ამ რაიონში არც ერთი ადამიანი არ იყოს მიუსაფარი, უყურადღებო, უმუშევარი, მიტოვებული და მთავრობისგან იგნორირებული. პირადად ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეს, რომ აი ეს სიდუხჭირე, რაშიც ჩვენი მოსახლეობა იმყოფება, ეს დავძლიოთ ყველამ ერთად. ნაციონალურმა მოძრაობამ თერჯოლასა და ტყიბულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ კახიძე წარადგინა. პარტიის ლიდერებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით რაიონში არსებობს. შეკრებილებს დავით ბაქრაძემ მიმართა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მათ პენსიის გაზრდას დაპირდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ინვესტორების მოზიდვის შესახებ, ასევე მეშახტეებისთვის ხელშეკრულებული პირობების შექმნაზე ისაუბრა. საქართველოს ჭირდება ერთად დგომა. არის 8 ოქტომბრის თერჯოლაში და ტყიბულში ბოლო 4 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველაფერი უკან წავიდა, შეჩერდა განვითარება, ათასობით ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება, ადამიანები არიან გამწარებული, არ აქვთ შემოსავალი, არ აქვთ სამსახური, არ აქვთ სოციალური და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შევცვალოთ ოქტომბერში. მე მაქვს უდიდესი პატივი ვიყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დეპუტატობისთვის თერჯოლასა და ტყიბულში. მე ვარ გარანტი იმისა, რომ თერჯოლის და ტყიბულიდან დაიწყოს საქართველოს წინსვლა, რომ ამ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ 2016 წლის 8 ოქტომბერს ერთად გავაფორმეთ, თერჯოლა და ტყიბული იყოს ამ ბრძოლის ავანგარდში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე. შენი ხმა ჩვენი მომავალია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში ამომრჩეველთა გასააქტიურებლად ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია გახსნა. პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლები მოეწყობა. კომპანია მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აქტივობის გაზრდას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო თემებზე ლექციები და შეხვედრები მოეწყობა, ჩატარდება ტრენინგები ლიდერობისა და კომუნიკაციის საკითხებზეც. ყოველი მოქალაქე არის ვალდებული ამავე დროს შექმნას თავის სახელმწიფო, შექმნას და მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ გამოწვევებში. თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალ და არ თხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი
პოლიტიკური ლიდერისთვის, არც თქვენი კანდიდატისთვის. თქვენ ერთადერთ მას გააკეთებთ, რომ თხოვთ, რომ ადამიანები გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან როგორც მომავალი საქართველოსი. თქვენ გააკეთებთ ამას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ. ამ პროექტს პირველ რიგში იმიტომ შევერთი, რომ ჩემი მეგობრები ყველანი იყვნენ ამ პროექტში ჩართულები და გამომდინარე აქედან მეც გამიჩნდა სურვილი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის. საზაფხულო სკოლების ფარგლებში იგეგმება მრავალფეროვანი აქტივობების ჩატარება საქართველოს 8 ქალაქში. თითოეულ ქალაქში ახალგაზრდები გავლენ და მოუწოდებენ მოსახლეობას ხმამისთან არჩევნებზე. ეს იქნება აპოლიტიკური მოწოდება, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანის მიზანი არის ზოგადად არჩევნებზე მისვლა და ხმის დაფიქსირება, რადგანაც ნებისმიერი ხმა საბოლოო ჯამში არის ჩვენი მომავალი და თითოეული ადამიანის არჩევანი განაპირობებს ჩვენ მომავალს. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. 1965 წელს გახსნილი და 2009 წელს გაჩერებული საბაგირო. როდის გაიხსნება ჭავჭავაძის გამზირისა და კუსტობის დამაკავშირებელი საბაგირო გზა და რა უჯდება თბილისის მერიას სარემონტო სამუშაოები. მარიამ სეთურიძე და გიორგი კიკვაძე დეტალებით 20:30-ში. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რამდენიმე კვირაში ჭავჭავაძის გამზირიდან კუსტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია კუსტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციას სექტემბრის პირველ ნახევარში დაასრულებენ. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს 2 საბაგირო ვაგონი მოემსახურება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება. რა თანხა გამოყო დედაქალაქის მთავრობამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და როდის მიიღებს განახლებული საბაგირო პირველ მგზავრებს? ნახეთ მარიამ სეთურიძისა და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟში. 1965 წელი ჭავჭავაძის გამზირიდან გონდოლას მგზავრები კუსტბის მიმართულებით გადაჰყავს. ეს თეთრი გონდოლა თბილისს რამდენიმე ათეული წელი ემსახურა და ახლა ის თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. მის მაგივრად სექტემბრიდან მგზავრებს 2 ახალი ვაგონი მოემსახურება. ჭავჭავაძის გამზირი კუსტბის საბაგირო გზა ფუნქციონირებდა სეზონურად. ზაფხულის თვეში, მაისში გაიხსნებოდა, ოქტომბრის ბოლომდე მუშაობდა. 2009 წლის შემოდგომაზე რო გაჩერდა გზა, იმის შემდეგ აღარ უმუშავია. კუსტბის საბაგირომ ფუნქციონირება 7 წლის წინ შეწყვიტა. მაშინ თბილისის მერიაში მის სარეაბილიტაციოდ თანხა ვერ მოიძებნა და ვაკის თავზე საბაგირო ცხოვრება შეწყდა. თბილისის მერიამ საბაგიროს აღდგენის სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, რომ კუსტბის კილომეტრი და 100 მეტრის სიგრძის საბაგირო გზის რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან $1 მილიონი დაიხარჯება. პროექტს ახორციელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ამ დროისათვის თბილისში ფლობს კიდევ ერთ საბაგიროს, რომელიც არის რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი. აღნიშნული საბაგირო არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამიტომ ის აღდგება პირველადი სახით და გონდოლები, ესე რომ ვთქვათ, რესტავრირებული იქნება და იმ იერსახეს დაებრუნებს, რომელიც მას თავიდანვე ჰქონდა. საბაგირო გზის უსაფრთხო და შეუფერხებლად ფუნქციონირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად პროექტს 100,000 ლარით აფინანსებს. საბაგირო სამსახურის უფროსის თქმით, ვაგონები ზაფხულის თვეებში დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშავებენ და დღეში 2000 მგზავრის მომსახურება შეძლებენ. მერიამ გამოყო დაფინანსება ამ გზის რეაბილიტაციის თანხა $1 მილიონი და 100,000 ლარი გამოყოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ. აუცილებელი იყო ამ საბაგირო გზის აღდგენა, იმიტომ რომ ეს ძალიან შეუწყობს ხელს კუსტბის ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. მშენებლობა წინა წლის ზაფხულში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ბაგირმშენმა დაიწყო და ახლა საბაგიროს ორივე ქვედა და ზედა შენობაში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები ტარდება. შეიცვალა გამწევი ბაგირი და დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი. ახალი სადგურები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. სექტემბრის პირველ ნახევარში თბილისელები მიიღებენ კიდევ ერთ გამართულ საბაგიროს. ეს ერთის მხრივ რომ განტვირთავს იმ გზას, რომელიც კუსტბაზე მიმავალი გზა არის და მეორეს მხრივ მანქანის გარეშეც ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ ზაფხულში შესაბამისი სერვისები. ძველი საბაგიროს აღდგენა, რომ ვაკის საავტომობილო გზებზე ვითარებას განტვირთავს, ამაზე თავად კუსტბის სტუმრებიც საუბრობენ. დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასასვენებელი კუთხეა ქალაქის ცენტრში. ზაფხულის პერიოდში ძალიან გადატვირთულია საავტომობილო გზა
და ვფიქრობ, რომ ძალიან ხელშეუწყობს დამსვენებლებს კომფორტულად ამოვიდნენ საბაგირო ტრანსპორტით. საქართველოში არაბეთის ნახევარ კუნძულიდან, კერძოდ ომანიდან 2 დღის წინ ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ეს მართლაც ლამაზი ქვეყანაა და ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. თქვენგან გავიგე, რომ საბაგირო კეთდება. კარგი იქნება შემდეგ ვიზიტზე ამ ქალაქის ზემოდან დათვალიერებას შევძლებ. კუსტვის საბაგირო 2016 წლის სექტემბერში გაიხსნება და გონდოლა ერთასვლაზე 10-12 მგზავრის გადაადგილება შეძლებს. თუმცა მანამდე ის სატესტო რეჟიმში ამუშავდება და კონტროლს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გაუწევს. თბილისის მერიაში ვარაუდობენ, რომ მგზავრებისათვის ერთი გზის ღირებულება 1 ლარი იქნება. ანაკლიაში ჯემფესტი 2016 გაიხსნა. ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალზე მისულ მაყურებელს ორგანიზატორები წელს განსაკუთრებული პროგრამით დახვდებიან. ჯემფესტზე დასასწრებად 10,000-ზე მეტი ეგრეთ წოდებული საშვი უკვე გაყიდულია. როგორ მიმდინარეობდა ფესტივალის პირველი დღე და რის ნახვას შეძლებს ანაკლიაში ჩასული დამსვენებელი თორდიკე ხურციძე და კობამ დივანი საზღვაო კურორტიდან. ეს ჯემფესტი 2016-ის პირველი დღეა, უწყვეტი მუსიკითა და სხვადასხვა შოუთი. წლევანდელი წლის მთავარი სიახლე მრავალფეროვანი პროგრამაა, მათ შორის აკვაპარკი, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შემსრულებლების წარმოდგენები იმართება. დღის მთავარი მუსიკალური ნაწილი კი საღამოს 10 საათზე დაიწყება. ფესტივალის პირველ დღეს ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი პოლ ვანდეიკი ხსნის. 5 სცენა არის გამოყვე ჯემფესზე, საიდანაც ზოგი უკვე მუშაობს, ზოგი საღამოდან დაიწყებს მუშაობას, სრული დატვირთვით 135 არტისტი მიიღებს მონაწილეობას ჯემფესში. უკვე 10,000 ადამიანი იმყოფება ჯემფესზე, სულ ცოტა და ველოდებით სულ ცოტა 25,000 სტუმარს. განმუხურის სანაპიროზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალს წელს უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი ეწვია. ფესტივალს პირველივე დღეს 10,000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ორგანიზატორები კიდევ რამდენიმე 1000 დამსვენებელს ელოდებიან. სტუმრების გაზრდილ რაოდენობაზე კარვების ქალაქიც მეტყველებს. თუ შარშანაკ 500 კარავი იყო, წელს ეს რიცხვი 3500-მდეა. ჯემფესტი 2016-ის გასაშუქებლად აკრედიტაცია 38-მა უცხოურმა მედიამ გაიარა. ადგილზე მუშაობენ BBC-სა და Euronews-ის გადამღები ჯგუფები. ძალიან მაგარი სიტუაცია ამზე, წილის ზღვა. ნორმალურად არის ხალხიც, მუსიკა სასიამოვნოა და ვისაც უნდა ყველას ურჩევ, რომ ჩამოვიდეს და ძალიან მაგარ დროს გაატარებენ. ძალიან მომწონს აქ ყველაფერი, კარგად ორგანიზებულია, როდესაც შემოდიხარ და ყველაფერი დაყოფილია ზონებად. ეს ძალიან კარგია, როგორი გართობაც გინდა იმის მიხედვით აირჩევ და იქცახვალ. განსაკუთრებით მომეწონა ეს წყლის ატრაქციონი. ანაკლიაში დამსვენებლის გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ხუბუების ოჯახმა წლევანდელი სეზონისთვის ვალი აიღო და სახლს რამდენიმე ახალი ოთახი მიამატა. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ფესტივალზე დასასწრებად ტურისტებმა ადგილები რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნეს. ანაკლიელები ამბობენ, რომ ზაფხულში გაქირავებული სახლები მათი უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალია. ვაქირავებთ 15 ოთახს, რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს არის ძალიან კარგი და თუ იქნება ყოველ წელს კიდევ უკეთესი. შემოსავალი გვაქვს, როცა 15 ოთახს ვაქირავებ და კიდე მინდა გავაფართოვო, რა თქმა უნდა, კაფეც გვაქვს, მაღაზიაც გვაქვს და კარგია რა, შემოსავალიც გვაქვს. ჯემფესტი 2016 სტუმრებს 14 აგვისტომდე უმასპინძლებს. მომდევნო დღეებში აქ მოსული დამსვენებლების განწყობაზე პოლ კარლ ბრენერი, ბორის ბრეჟა და ფედელე გრანდე იზრუნებენ. კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ. 22 ივლისს ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მათ სასწრაფო დესაჭიროება თურქეთში მკურნალობა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდა წყვილის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის შეტანა. ანგარიშის ნომერს თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ და გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. ასეთი იყო 10 აგვისტოს 20:30 ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 20:30-ის გვერდზე 20:30-news. მე ხვალამდე გემშვიდობებით.